შემდეგ კვლავ ვინაცვლებთ საქართველოში, ამჯერად კი ნატა ნიჟარაძესთან. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ. ნატა, კიდევ ერთხელ უთხარი ჩვენს მაყურებელს სად იმყოფები? ჩვენ ვიმყოფებით აბაშიძის 14 ნომერში, ეს არის მაღაზია ომნია, მინდა წარმოგიდგინოთ ანი კუტუბიძე, რომელიც არის ომნიას ბრენდ მენეჯერი, თამთა თევდორაშვილი, რომელიც არის მაღაზიის მენეჯერი და ჩვენ წარმოვადგენთ, ანუ უბრალოდ გოგოები წარმოგვიდგენენ იმ პროდუქციას, რომელიც აქ არის გამოფენილი საკმაოდ უხვად. თან არის ჭრელ ფერებში ძალიან ლამაზი და იმისთვის რომ ეს ყველაფერი ჩვენ ესე არ ვიაროთ ახლოს ამ გოგოები მოდელები წარმოგვიდგენენ ამ ბრენდებს უბრალოდ რომელიც არის თქვენთან უკვე საკმაოდ ცნობილი და ეხლა დეტალურად ვისაუბრებთ რომ თქვენ უფრო კარგი შთაბეჭდილებაში შეგექმნათ იმის შესახებ რა შეიძლება შეიძინოთ თუ გადაწყვეტათ რომ აქ მოხვიდეთ თამთა დაგხვდებათ რა თქმა მაშინ დავიწყოთ პირველი ბრენდი რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ზოგადად დიახ ზოგადად გეტყვით რომ ომნია წარმოადგენს 4 ბრენდს ეს არის დიმი, CK, ტრიუმფი და ობადი ამ შემთხვევაში პირველი ჩვენება იქნება დიმისა, დიახ თეთრეულის და მომავალ ჩარტებში უკვე თავაზობთ საცურაო კოსტიუმებს ზოგადად ომნია მოდით თან დავიწყოთ დიახ შეიძლება დავიწყოთ მე მგონი ჩვენ ვინაცვლებთ და პოდიუმს აქვე მაღაზიაში ვუთმობთ მოდელებს გთხოვთ თან ვისაუბროთ, აი უკვე ჩანმო, როგორ პირველი მოდელი. პირველი მოდელი ეს არის დიმის თეთრეული. დიმი არის ფრანგული ბრენდი, რომელიც ჩამოყალიბდა 1965 წელს. საფრანგეთის ბაზარზე დიმს უყრია 40% ბაზრის წილის, რაც საკმაოდ მაღალია. დიმი გვთავაზობს როგორც ქალის თეთრეულს, ასევე მამაკაცის ხაზს, საცურაო კოსტიუმებს და ქალბატონების კოლხოტებს. ძალიან კარგია რა ჩვეულებრივია მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგია იმიტომ რომ თუ მთელი კომპლექსურად გაქვს რაღაცა ისეთი ერთი ბრენდის მე მგონი ეს თან მნიშვნელოვანია თან ხას უსვამს იმას რომ შენ რაღაცა ბრენდი არჩი საერთოდ ეხლა ძალიან ისეთი ტენდენცია არსებობს რომ ყველაფერი მოწონთ ერთი ბრენდის და ადამიანი უკვე ხდება სახე რაღაცა ბრენდის იმიტომ რომ ის ირჩევს ამ რაღაცას კომფორტულობის გამო თავისი სილამაზის გამო და სიჭრელის გამო და გარდა ამისა მინდა აღვნიშნო რომ დიმი ისევე როგორც წარმოგვიდგენს პროდუქციას 12 წლის ადამიანისთვის ასევე მისი სეგმენტის შემოიფარგლება და ადის 60-70 წლამდე მანდილოსას მამაკაც ანუ სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებული დიმის თეთრეული გვაძლევს იმის საშუალებას რომ დავაკმაყოფილოთ ნებისმიერი მომხმარებლის სურვილი ნებისმიერი ასაკისთან რა თქმა უნდა და სხვადასხვა პრეტენზიების მქონე ადამიანების სურვილი რა თქმა უნდა ყველა ეს მოდელი არის გათვლილი სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს სხვადასხვა ტიპის აგებულების ადამიანებს ზოგი არის დაუშვათ უფრო ვიწრო უფრო ვიწრო ამასეთ ფეხს უფრო გრძელსაც ჩენს ესე ვთქვათ ზუსტად თუ უნდა მოჭრებული წონა აქვს ქალბატონს არის სპეციალურად ესეთი ბუსალტერი რაღაც სპეციალური ჭრილით რომელიც უფრო პატარაც გამოაჩენს მის კერს ან უფრო ან დავშეთ ამ შემთხვევაში როცა გვინდა რომ გაიზარდოს მკერდი არის ისეთი თეთრეული რომელიც ამას უფრო ადიდებს და მართალია ესე როგორც წესიც ან იშვიათად ხედავენ ხოლმე მანდილოსას მაგრამ რომ იცი რომ ესე გაცვია ალბათ ესეც კარგია რა თქმა უნდა და ეს ყველაზე მთავარია ფასები არის საკმაოდ ხელმისაწვდომი საწყისი ფასი არის 10 ლარიდან დიმის ბრენდში რაც საკმაოდ 10 ლარი მართლა ჩემო რა კარგი ფასები გაქვთ და მინდა აღვნიშნო რომ ეს ფასები ევროპის ბაზართან შედარებით თუ ზუსტად იგივე არა ანუ ოდნავ უფრო ნაკლებიც არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ნამდვილად თან მით უმეტეს როცა ვამბობთ რომ ეს არის კარგი ხარისხის ბრენდი მას ყოველთვის საკმაოდ ესეთი ძვირი ფასი აქვს იმიტომ რომ ამას კიდევ ერთხელ ვამბობთ რომ ბრენდს ყოველთვის ემატება ფასი ეს არ არის ჩვეულებრივი თეთრეული რომელიც ლამაზად აჩენს მკერდს ან დაუშვათ სხეულს ეს არის ბრენდი რომელსაც შენ ირჩევ და ის რომ მას დაბალი ფასი აქვს თქვენთან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნუ დაბალი ისე ვთქვათ, მისაწვდომი ყველა ადამიანისთვის. რაც არის ევროპულ ბაზარზე. ძალიან ლამაზია, ესე დიმია, ხო? ესეც დიმია, დიმი არის ფრანგული ბრენდი, კიდევ ერთხელ აღნიშნავ. ეხლა ჩვენ წინაშეა კელვინ კლაინის ბრენდი, რომელიც საკმაოდ ცნობილია ქართულ ბაზარზეც. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ბრენდი მსოფლიო მასშტაბით. ამ შემთხვევაში გვთავაზობს ქალისა და მამაკაცის ხაზს, ისევე როგორც საცურაო კოსტიუმებს. კელვინ კლაინი კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ამერიკული ბრენდი, რომელიც 82 წელს დაიწყო წარმოება თეთრეულის და დღესდღეობით ამერიკაში საკმაოდ დიდი პროცენტი უჭირავს გაყიდვების და არის ერთ-ერთი ლიდერი. არა ჩვეულებრივია ჩვენ უბრალოდ უნდა ვთქვათ ის ბრენდებიც რომელიც არის გამოფენილი სტენდზე და რომელიც პროდუქცია არის დაუცებად ხაზი უნდა გავუსვათ იმიტომ რომ არის უფრო თხელი უფრო ლამაზი და უფრო მომხიბვლელებიც არსებობს ანუ ყველა ადამიანის გემოვნებას აკმაყოფილებს ანუ დაწყებული სპორტული ხაზიდან დამთავრებული კოტონის თეთრეულით ანუ ნებისმიერი შემადგენლობის ნებისმიერი სტილის ესე რომ ვთქვათ თან ასევე მინდა აღვნიშნო რომ გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ექსკლუზიური დისტრიბუციის
ლიცენზია რა ხომ გაგზავნებული, მომხმარებელს თავაზობთ მხოლოდ უახლეს კოლექციებს და თითოეულ უახლეს კოლექციაში აბსოლუტურად ყველა დეტალი ახალი მოდაში ახალი მიმდინარეობების არის ჩადებული, არის რაფინირებული და ხო, გასაგებია. უბრალოდ ეხლა მე მანიშნებენ რომ დრო გვაქვს დაგვრჩა ძალიან ცოტა, აქედან გამომდინარე, აი კიდევ ერთ მოდელს ვასწრებთ. არ ულამაზესია, ძალიან ლამაზია ნამდვილად კი. ობადი რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ესე ვთქვათ დღესდღეობით არსებულ ბაზარზე. ობადი არის ფრანგული ბრენდი და თვითონ სიტყვა ობადი არის პოეზიაში ერთ-ერთი მიმდინარეობა, რომ ანუ შეყვარებულები დილით განშორებისას ერთმანეთს ეუბნებიან ამ ლექსებს. არაჩვეულებრივია ნამდვილად. მე მგონი ესეთი თეთრეულის ნახვის შემდეგ განშორება საერთოდ აღარ მოგინდება, მე ესე ვფიქრობ. ანუ ობადის თეთრეულში თავისუფლად შეუძლიათ აწნოს მამაკაცი, ანუ ნამდვილად. ჯერ ის რომ ეცოდინება რომ მას უკვე აცვია ობადის თეთრეული, მე მგონი ეს უკვე საკმარისი ნაბიჯი იქნება, ის იქნება თვითდამკვიდრებული და ნამდვილად აწტუნებს ნებისმიერ მამაკაცს. ჩვენ გემშვიდობებით შემდეგ ჩართამდე, სადაც საცურაო კოსტიუმებს გაჩვენებთ და იმ მასალასაც გადაღებულს, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, სრულიად საქართველოს მამაკაცები ახლა ჩვენს გადაცემას უყურებენ, რეიტინგზეც აისახება, დარწმუნებული ვარ. დამოუკიდებლობით ნატანი ჟარაძე სულ ცოტა ხნით მას შევერთდებით ძალიან მალე. გზაბნეული ჩინელი ქოუბოი, რომელიც ამერიკაში